მოგესალმებით ყველას. მინდა გითხრათ თუ რატომ გავქვრი ცოტა ხანი ამ სივრციდან და რატომ გადავწყვიტე დღეს დაბრუნება. როდესაც დავიწყე ჩემი გამოცდილებების გაზიარება და იმ ტექნიკებზე საუბარი, რომელიც მე დამეხმარა, რომ ძალიან რთული მდგომარეობიდან გამოსულიყავი ცხოვრებაში, შემხვდა ჰეითები. და ის რა არის პარალელურად ახლა მე ვსწავლობ, დავდივარ თბილისის გეშტალტის ინსტიტუტში და ერთ-ერთი თემა, რასაც ვამუშავებდი, იყო რომ ნაკლებად მიმექცია ყურადღება იმ ადამიანებისათვის, რომლებიც უბრალოდ არ მეთანხმებიან და გამომივიდა. ამიტომ მე არ მივცემ უფლებას არანაირ უარყოფით კომენტარს გამაჩეროს ამის შემდგომ, იმიტომ რომ მე ვარ ახალგაზრდა ქალი, ხვალ მაქვს დაბადების დღე, ვხდები 35 წლის და ამ 35 წლის მანძილზე არაერთი სირთულე გამოვიარე. მე ვიცი რა არის, როდესაც ღალატობენ, როდესაც მარტო ხარ, როდესაც არ იცი მეორე დღეს შენ შულს რა აჭამო, არ იცი როგორ გადაიხადო გადასახადები, როდესაც ხარ საშინელ ტოქსიკურ ურთიერთობაში, როდესაც არ მოგწონს შენი თავი და შეგრძნება გაქვს, რომ თითქოს ჭაობში იძირებით. და იმ დროს, როდესაც მე ვუსმენდი ადამიანებს, რომლებიც თავიანთ გამოცდილებას აზიარებდნენ და რომლებიც ძალიან დამეხმარდნენ, იმიტომ რომ დღეს ჩემი რეალობა სრულიად შეცვლილია, იმ დროს რომ მათ უარი ეთქვათ თავიანთი გზის გაზიარებაზე, იმიტომ რომ ვიღაცამ თუდი კომენტარი დაუწერა, მე დღეს აქ არ ვიქნებოდი. ამიტომ თუ ჩემი გამოცდილებით რომელიმე ახალგაზრდა ქალს და კაცსაც როგორც საშუალო ასაკში მყოფს, ასევე ხანდაზმულ ასაკშიც პრინციპში ამას არ აქვს მნიშვნელობა. დავეხმარები, რომ შეცვალოს ცხოვრება სულ ცოტათი უკეთესობისკენ მაინც. მაშინ ჩავთვლი, რომ ჩემი სოციალური ქსელების გამოყენება ამ ადგილს. ამიტომ გთხოვთ დარჩეთ ჩემთან ის ადამიანები, რომლებსაც გაინტერესებთ, გაგიზიაროთ ჩემი გზა, ტექნიკები და რა თქმა უნდა თქვენგანაც მივიღებ დიდი სიამოვნებით სხვადასხვა რჩევას, სხვადასხვა ტექნიკის შესახებ. ბედნიერი დღე.